საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. მე გახლავართ ეკატერინე ამირეჯიბი, ეს ჩვენი საყვარელი ფონია, რომელიც ყოველთვის გვიქმნის ხოლმე რაღაც შესაბამის ნიადაგს და განწყობას იმისა, რომ ვისაუბროთ იმ ყველაფერზე, რაც შეგვაცვლევინებს ხედვის წერტილს, რაღაც ახალ პერსპექტივებს გააჩენს ჩვენს ცხოვრებაში, დავინახოთ ჩვენი თავი, გარშემომყოფები, ის მოვლენები, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და რაღაც ახალი ცოდნით წავიდეთ აქედან. მე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ასევე გვისმინოთ ონლაინ, სადაც არ უნდა იყოთ, FMG-ზე უბრალოდ შეგიძლიათ რომ შეიხედოთ და მოსახერხებელი პლატფორმა იმისთვის, რომ შემოგვიერთდეთ და ასევე Facebook გვერდზე, ქალების რადიოს Facebook გვერდზე შეგიძლიათ ყოველთვის ადევნოთ თვალი ჩვენს Facebook streams. დღეს ოთხშაბათია და დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო რაკურსით, ძალიან საინტერესო როგორც მუსიკოსი და არტისტი, რომელსაც თქვათ აუდიტორია ბევრი წელია იცნობს უკვე და ძალიან კარგად ახსოვს. სხვათა შორის, აი ჩვენ სტუმარზე თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველთვის რაღაც ერთნაირად აქტიურად არ ჩანდეს, თქვათ ხო, სცენაზე, მაინც ძალიან ისე მძაფრად აქვს ჩარჩენილი მსმენელს და მაყურებელს. ანუ რომელია, მას არ ამბობენ ხოლმე რა. აი ახსოვთ რაღაცნაირად, არ ვიცი ეს ისეთი ვიზუალით, რაღაცა განსხვავებული ქარიზმით, ენერგიით, თუ ასე შემდეგ, მოკლედ ეს შენ უნდა მითხრა უფრო. ნინა, მოგესალმები. დღეს რაღაცა ისეთი ახალი სტატუსით უნდა წარგადგინო. და მე მგონი შენს ძალიან მოგწონს ეს სიახლე შენს ცხოვრებაში. ნინა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, მოკლედ წარმოდგენილი ვიცი უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც უჭირავს თვალი, მოკლედ სად ხარ, სად დაიკარგეს, რომ გეუბნებიან ხოლმე ალბათ. წარუდგინდა თავი აი ამ ახალი სტატუსით, ის გახდა ოშოს მედიტაციური, კერძოდ დინამიური, აქტიური მედიტაციური პრაქტიკების ფასილიტატორი და დღეს რაღაც უკვე აი ამ ახალ ამპლუაში ხვდება ადამიანებს, ვისაც არ ეზარებათ საკუთარ თავზე იმუშაონ და რაღაცა სიახლეები შეიტანონ საკუთარ თავში, ვისაც უნდა რომ უკეთესი იყოს, მოკლედ დღეს ვიდრე გუშინ იყო და ძალიან საინტერესო პროცესია. როგორ გრძნობ თავს? გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედით დღეს ჩვენ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. ძალიან მეყვარს თქვენი რადიო. მანქანა კი არ მყავს და კი არ მხვდება ხოლმე, მაგრამ ანუ მართლა დამამახსოვრდა რა, ანუ ესე რადიოები არ ვიცი, მაგრამ თქვენი რადიო ვიცი, იმიტომ რომ რამდენჯერაც შემხვდა, იმდენჯერ სულ ძალიან კარგი მუსიკა გადის და ძალიან მიხარია და მადლობელი ვარ ამისთვის. მიხარია. მიხარია. როგორ გრძნობ თავს ისე? რავი, ცხოვრების აი ამ ეტაპზე როგორ ხარ, რას საქმიანობ, ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებ ჩვენ, მაგრამ რომელსაც ეხა ადგა ხარ, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო და ძალიან სხვანაირი. ისე შესანიშნავად ვარ, მადლობა. მოგიკითხე რა. ძალიან შესანიშნავად ვარ და თან ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ ყოველდღიურობა უბრალოდ ჩემი გახდა ბევრად უფრო მრავლის მომცველი, ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდები. საინტერესოს იმ ხრივ, რომ არ ვიცნობ უბრალოდ და ეს რომ არ ვიცნობ, უკვე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ აღვიქვა მათ აი მაგალითად როცა მედიტაციებს ვატარებ ხოლმე სივრცეშიც და ისეც თქვათ ერთ სესიებიც მაქვს ხოლმე ძირითადად ისე ხდება რომ აი დიდად არ ვეცნობით ერთმანეთს მან იცის რომ მე ნინა ვარ მეც მასე ვიცი რომ ვიღაცა არის სახელი და გვარი და დანარჩენი ვურთიერთობთ რაღაცა ენერგეტიკულად და აი მე ენერგეტიკა ყველაზე ისეთია უტყუარი ნამდვილად უტყუარია კი სხვა ისეთ ინფორმაციაზე უფრო მეც ამბობს ხშირ შემთხვევაში კი და ძალიან საინტერესოა ზოგადად დაკვირვება როგორი ენერგიით მოდის როგორია, როგორ აღმოჩენებს აკეთებს საკუთარ თავზე და მე როგორი გადის კიდე სივრციდან, ზოგადად მედიტაციიდან და მოკლედ ძალიან ისაც მრავალფეროვანი იყო, მე მგონი რომ ყველა არტისტის ცხოვრება მრავალფეროვანია, მაგრამ აი ხა ვინც გისმენს ალბათ ხო ამ არგუმენტს აუცილებლად მოიშველიებდა, რომ წესით ესე შორიდან ჩანს რომ ისედაც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო თითქოს შენი ცხოვრება, ხო? სცენაზე და ანუ სულ ესეც შემოქმედება არის იდეაში, ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ რაღაცა კიდირებას გიწევ და მოდი ეს გააკეთე. ესეც მედიტაციის ფასილიტატორობას, ანუ ჩატარებაც
ძალიან შემოქმედებითია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს რაღაცნაირად სხვადასხვანაირი მიდგომა ჭირდება და იმის მიუხედავად რომ სიტყვაზე ოშოს პრაქტიკები ისეთია, რომ იქ რაღაც კონკრეტული ინსტრუქცია და ამას უნდა მიყვე, მაინც როდესაც პირველად მოდის ადამიანი, როდესაც გამოცდილება არ აქვს, არ იცის კარგად რას აკეთებს, იმათ ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა სხვანაირად მივუდგე, ცოტა სხვანაირად მივაწოდო, სხვანაირად ავუხსნა, სხვანაირად დავანახო და ამასაც შემოაქვს მრავალფეროვნება. რა თქმა უნდა, რაღაც ყველა ადამიანი თავისი ახალი ენერგიით და უნიკალური ენერგიით მოდის და ალბათ ეს შენს გავსებს რა, ну შენგანაც მიაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ შენს ხო, შენს მიგაქვს. სანამ უშუალოდ ამ პროცესსაც ვისაუბრებთ, რომ ზოგადად რაში მდგომარეობს რა, ეს მთავარი სარგებელია მოშოს მედიტაციების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მეც რაღაცებს გავეცანი და კითხვებიც მოქვს და ალბათ მაყურებელსაც. ჯერ მანამდე შენზე იცი რა კითხვა მაქვს, რის ძიება მიგიყვანას ამ ყველაფრამდე რა? იმიტომ რომ მუსიკა და ვთქვათ იყო არტისტი და მუსიკოსი ისედაც ხო თავისთავად ძალიან ისეთი უშრეტი წყაროა ამ შემოქმედებითობის და თითქოს და ნუ რაღაცა ის არის რა უსასრულობა და ხელოვნება ეგეთია. ხო, ეგეთია და რა მოხდა ასე ვთქვათ რა ეტაპზე აღარ აღმოჩნდა ეს ვთქვათ საკმარისი შენი სულიერებისთვის თუ არ ვიცი რაღაცა ყოველდღიურობისთვის. იცი რას ვფიქრობ? ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე, მაგრამ ეს რაღაცა ეხა დავალაგე გონებაში, რომ როცა რაღაცას ქმნი, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სპექტაკლში მსახიობი იყო, რაღაცას იღებ და რაღაცაში მონაწილეობ და მუსიკას რაღაცით სულ ავსებ რა შენ საქმიანობას, შეიძლება ეს გამოცდილება იყოს, შეიძლება შთაბეჭდილებები იყოს, შეიძლება რაღაცით ავსებ რა ყოველთვის აი შენ როლს რასაც ასრულებ. და მე გაქვს ხოლმე აი შემოქმედებითი კრიზისი, რასაც ეძახიან ხოლმე, ეგ არის ჩემი აზრით მომენტი, როდესაც ბევრი რაღაცა გაეცი უკვე რა, აი შენი რეზერვი, მარაგი, ასე ვთქვათ, რაც ქონდა, თითქოს რაღაცაში ჩადე უკვე და დადგა ეს კრიზისი შენთანაც? დადგა, რა თქმა უნდა, თან ძალიან აქტიურად ვიყავი ხა ჩემ კარიერაში ჩართული, ყოველდღიურობა იყო რა ჩემი რა, ანუ ესე რო გითხრა რომ რამე სხვას ვაკეთებდი მუსიკის გარდა. მუსიკას მე გამომქონდა, მე კონცერტი, მე გადაცემა მაგით ვიყავი მოცული ესე ვთქვათ. კონკურსები რომელსაც კიდე რაღაცა თავისი ის მიაქვს დიდი ენერგია, რესურსი. ხო, ეგენი კიდე ცოტა ადრე იყო, მე უკვე როცა აღარ ხდებოდა ეგ კონკურსები ჩემს ცხოვრებაში. მაინც სულ მოკლედ ამით ვიყავი დაკავებული და რაღაც მომენტში ალბათ მქონდა ეგ გაცნობიერება, რომ რაღაცით ვარ შესავსები, იმიტომ რომ გცლის რა, მაინც რაც არ უნდა გააკეთო, როცა გასცემ, იცლები ერთ დღეს და რაღაცით გესაჭიროება რა შევსება და ეს შევსება ალბათ ყველასთვის მე რო ვიფიქრე, რო დავფიქრდი უბრალოდ ჩემ თავზე, რომ რა ხდება, რატო ვარ ამ მდგომარეობაში. საკმაოდ რთული იყო თან, ეს ჩემი შემოქმედებითი კრიზისი ალბათ, იმიტომ რომ პირველი იყო და მანამდე არ მქონია ესეთი. არ ვიცოდი ხო როგორ არა, არც ვიცოდი რომ ხდებოდა, არც ვიცოდი რომ კრიზისი მქონდა, მეთქი აი რაღაცა მჭირს რა, ვერ ვარ. არა ვარ კარგად. მართლა ხო არ ვიყავი კარგად კი, მუსიკასაც რაღაცა ვერ ვაკეთებდი ისეთი ინტენსივობით, როგორც მიყვარს და მინდოდა და რაღაცა არ ვიცი, ძალიან გაუცნობიერებელი ძიება იყო, მეც არ ვიცი, რო გითხრა რომ რაღაცა მოდი ახლა ამას გავაკეთებ, არ იყო ეგრე, უბრალოდ პირველი რაც გავაკეთე, მედიტაცია მანამდეც მიყვარდა, გამომდიოდა არ გამომდიოდა, სულ ერთია ახლა იმ მოცემულობაში. რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე რა ხანდახან. და ერთ-ერთი მომენტი მქონდა ესეთი, რომ იმდენად სიცარიელეში ვიყავი ეთყობა, რომ მეთქი აი რავი რა გავაკეთო, მოდი ვიმედიტაციებ და ეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი 15 წუთიანი მედიტაცია მქონდა, რომ უბრალოდ მიმახვედრა. რაღაც პასუხები მოვიდა, ხო ალბათ. გახსნილობა მოვიდა უფრო, რომ არ ვეძებო, უბრალოდ ეგეც არ ვიცოდი რაღაცას და საერთოდ გონია რომ შენ თავს რომ განუცხადო, განზრახვა რომ გამოხატო, რომ მე მზად ვარ ღიაობისთვის. აი ეს ფრაზაც კი ხანდახან ძალიან საკმარისია ხოლმე, რომ შენმა ასხეულმაც შეისმინოს შენი ხმა და რაღაცნაირად სამყაროსაც კონდეს საშუალება, რომ რეაგირება მოახდინოს და მე მგონია, რომ ეს ეთყობა ძალიან მნიშვნელოვანი განზრახვა იყო, რომ მზად ვარ, რომ რაღაცა ახალი შემოვუშვა ჩემ ცხოვრებაში და მეორე დღესვე გამოჩნდა მაგალითად ასტროლოგია, რომელიც მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა ხელჩასაჭიდი იყო რა.
ამიტომ ჩავეჭიდე რაღაც პერიოდი ასტროლოგიას ვსწავლობდი, ძალიან ტვინი შემიცვალა იმის მიუხედავად, რომ ეხლა ეს ასტროლოგია არ ვიცი და არ დამემთავრებია, იმიტომ რომ მივხვდი, რომ დიდად არ იყო ჩემი. მაგრამ ნუ რაღაც ცოდნა დააგროვა. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კი თვითონ იმ ფაქტმა, რომ აქ არ ხარ ჩაცემენტებული და რაღაცეები ხდება შენს გარშემო უზარმაზარი სფეროებია და შენზე ასე თუ ისე მოქმედებს, ეს აი გონება გახსნილობა შემომატარა ყველაზე მეტად ალბათ, ვიდრე რაღაცა ინფორმაციული სარგებელი. ესეც იყო, მაგრამ იქიდან დაწყებული უკვე ნელ-ნელა სხვადასხვა პრაქტიკებიც მოვიდა, მაგალითად ჩავღრმავდი მედიტაციას, იოგით ვიყავი ძალიან აქტიურად დაკავებული, ტაიჩი, ციგუნი შემოვიდა, იქ რაღაცა ლიტერატურა შემოვიდა სხვანაირი და ნელ-ნელა აი რაღაცები გაიხსნა რა, ამიტომ აი ჩემი მაძიებლობა ალბათ დაიწყო იმით, რომ და ცნობის მოყვარეობა. ხო, და ცნობის მოყვარეობა იმით, რომ უბრალოდ არ ვიცოდი რას ვეძებდი, მაგრამ ღია ვიყავი, რომ ნებისმიერი რაღაცა აღმომეჩინა. ბოლოს მოვხდი აქ. გალების რადიოში. ხო. რამდენიმე წამში დავბრუნდებით, რეკლამა წამოგვეწია ამასობაში და განვაგრძობთ საუბარს, ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ, რომ გალების რადიოს უსმენთ და რა კარგია. რომ ეს ასეა 93-სა და 1-ზე FMG-ზე ასევე სადაც არ უნდა იყოთ, შეგიძლიათ რომ შემოხვიდეთ და გვისმინოთ, ასევე გალების რადიოს Facebook გვერდზე შეგიძლიათ მონატრებულ ნინას შეავლოთ თვალი და გვიყუროთ, შეგიძლიათ ლაივში რეკლამის დრო და რამდენიმე წამში დავბრუნდებით დროებით. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემ ეს გალების რადიოს ეთერში. პრემიუმ ხარისხის ავტოგასაროჯის საშუალებების ბრენდი Z-Soul-ს პროდუქტები შექმნილია სწრაფი სილამაზის კონცეფციის მიხედვით. უსაფრთხო, ოქროსფერი და თანაბარი რუჯისთვის. დამზადებულია იტალიაში. Z-Soul ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში. ინოფისი უზნაძეზე, ახალი პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრი ურბანიკისგან. გთავაზობთ 20-დან 35000 კვადრატულ მეტრამდე, 650 საპარკინგი ადგილს, სრულ საოფისე ინფრასტრუქტურას, საკონფერენციო, მოსასვენებელ სივრცეებს, ფიტნეს და კვების ობიექტებს. მართე შენი ბიზნესი ინოფისიდან. მისამართი უზნაძის 70. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 291 88 88. თუ ნამდვილი იტალიური სამზარეულოს და ევროპული ღვინოების მოყვარული ხართ, მაშინ გელოდებათ თბილისის ცენტრში, ვერის ბაღთან, ახლად გახსნილი რესტორანი. უგემრიელესი იტალიური სამზარეულო და მსოფლიოს გამორჩეული ექსკლუზიური ღვინოები. Perfetto. მისამართი მერაბ კოსტავას 43. გელოდებათ. Riaspetta Fabio. მოიგე დაუვიწყარი კრუიზი, MacBook-ი და iPhone-ი. გრანდიოზული გათამაშება Ariel-ის, Head & Shoulders-ის, Pantene-ის და Oral-B-ის ბრენდებზე Nikora სუპერმარკეტში. შეიძინე 20 ლარის პროდუქცია 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. მიიღე გათამაშების ერთი ბილეთი და ჩატარდება 23 მაის 17 საათზე. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემ ეს გალების რადიოს ეთერში. გაიგე მეტი შენთვის და შენზე, ალბათ ზუსტად ეს გვამოძრავებს ყველას, ვინც ოთხშაბათობით ვიკრიბებით ხოლმე FM 93-სა და 1-ზე, მეც და ჩემს რომ გავიგოთ უფრო მეტი იმაზე ჩვენს რაღაც არსზე, ყოფიერებაზე, ვისაც რაღაც კითხვები გვაქვს, ვინც პასუხებს ვეძებთ, ვისაც გონია რომ რაღაც ჩიხში ვართ და აქედან გამოსავალს ვერ პოულობთ, არა და სინამდვილეში გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ყველას ბედნიერ და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და კიდევ ერთხელ წარგიდგენთ სიამოვნებით ჩემს დღევანდელ სტუმარს, ნინა სუბლეტი შემოგვიერთდა, მუსიკოსი, არტისტი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელიც და მსმენელიც და ამ შემთხვევაში ნინასთან სიახლეა ძალიან საინტერესო ის
ცხოვრების ამ ეტაპზე უკვე სხვებს ეხმარება აი ამ რაღაც თვითგამორკვევაში, ბლოკების მოხსნაში, საერთოდ რაღაცა სხეულთან, გონებასთან დამეგობრებაში, რაღაც ჰარმონიის მოძიებაში და ასე შემდეგ, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო პროცესია და ასევე ძალიან შემოქმედებითი და ძალიან საპასუხისმგებლო, აი როცა ვფიქრობ, რომ ამ პროცესის წარმართველი ხარ შენ და ფასილიტატორი, რა სტატუსიც უკვე შენ გააქვს ამ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ოშოს მედიტაციური პრაქტიკების, აქტიური მედიტაციური პრაქტიკების ფასილიტატორი არის ნინა უკვე, აი სხვების პროცესს წარუძღვე მართლა ძალიან საპასუხისმგებლო მგონია, არ ვიცი რამდენად მართალი ვარ და ალბათ კი. კი, მართალი ხარ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საპასუხისმგებლო კი, მაგრამ აი დახმარების ნაწილში არ ვიცი, ხა მე ვერ აღვიქვავ ასე მაგალითად, რომ ვინმეს ვეხმარები. მე მგონია, რომ ყველა საკუთარ თავს ეხმარება. ნუ საბოლოო ჯამში ასეა, მაგრამ მართლა ეგრე არის ხო, აი ერთ-ერთ მედიტაციაზე მაგალითად კუნდალინის ვატარებდი და რო დავასრულეთ მედიტაცია მკითხეს აი ბლოკები რომ უნდა გამოუშვოთ, მეთქი ეს იყო. ხო და მაგან ეს რა თქმა უნდა ისაც ვიცოდი ახლა, იმიტომ რომ ამ მედიტაციებს ეხლა გავხდი ფასილიტატორი, მაგრამ ისე ვაკეთებ 10 წელია თუ 11 წელია მგონი და ეს რა თქმა უნდა ჩემი გამოცდილებითაც ვიცი რომ რა თქმა უნდა შენ უნდა გინდოდეს პირველ რიგში რომ რაღაცა გამოუშვა იმისთვის რომ რაღაცა გამოვიდეს მერე შენი ორგანიზმიდან და სხეულიდან, მაგრამ მე ვარ ალბათ, აი ყველაზე ისე რომ შევაფასო ჩემი თავი, ინსტრუქციის მომცემი საერთოდ აი ფასილიტატორი მაგიტომ მიყვარს რომ არ ვარ მაგალითად არსად არ მოგყვები მე თვითონ მე უბრალოდ გეუბნების აი ვექტორი რა არის და შენ შეგიძლია გაყვე ამ ვექტორს, თუმცა დანარჩენი ყველაფერი შენზე არის 100%-ით დამოკიდებული. როგორ გინდა, სად გინდა, რატომ გინდა და რამდენად მძაფრად გინდა. როცა შენ გინდა, მერე პრინციპში ხანდახან მივდივართ მე იმ მომენტამდე, რომ არც გჭირდება საერთოდ არავისი, არც გიდირება, არც დახმარება. შენ მას ხელმა იცის, ესე ვთქვათ, რაღაცა ერთხელ უნდა იპოვო ეს კარი. და იმ კარიდან მერე ჩვეულებრივად გზა, ესე ვთქვათ, ხსნილი გაქვს, რომ რაღაცეები გამოუშვა ხოლმე, ან პირიქით შეუშვა. ხო, ეს ინსტრუმენტი ალბათ ამ პროცესისთვის, რომ რაღაცა დაიწმინდოს თუ გაიწმინდოს შენი ორგანიზმი, ფიქრები, გონება, ანუ უამრავი შეიძლება იყოს. ახლა ჩვენ ხო, ანუ ეს გზა რაღაცა ყველასთვის ინდივიდუალურია, ანუ ვიღაცისთვის ეს იყო, არის და იქნება ვთქვათ უალტერნატივოდ, რა ვიცი, არტ თერაპია, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ლოცვა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ესეთი კლასიკური გაგებით ფიზიკური დატვირთვა, ანუ ხო, ანუ არ არსებობს ესეთი რაღაც უნივერსალური რაღაცა ფორმულა, რომელიც ყველას ცხოვრების ყველა ეტაპზე ერთნაირად მოერგება. ეს ანუ ესეა და ამის ილუზია ალბათ არ უნდა შევიქმნათ, რომ რაღაცა ესეთი ჯადოსნური ინსტრუმენტი მოვა უცებ ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც რაღაცა ყველა პრობლემას გადაგვიჭრის. შეიძლება რაღაცა მამოწუროს თავისთავი იმ რაღაც ეტაპზე. ეს იქნება მედიტაცია თუ სხვადასხვა ტექნიკა და პრაქტიკა და ვთქვათ რაღაცა ახლის ძიება დაიწყო, იმიტომ რომ მიხვდი რომ შენ რაღაცა ის გაყუჩდა ის თემა, კი არ ჩახსენი ვთქვათ ბოლომდე ეს რაღაც შენი ნაწილია და ეხლა რაღაცა ახალი გჭირდება. ესეც ძალიან ისეთი პროცესია. და ბუნებრივი, სხვათა შორის ოშოს აქვს თავისივე აი ტექნიკებზე ნათქვამი, ძალიან საინტერესო რაღაც, რომ არ არსებობს რაღაცა ერთი უნივერსალური ტექნიკა, რომელიც საბოლოო დანიშნულებამდე მიგიყვანს, რომ წარმოიდგინო ეს მთელი შენი ცხოვრება, თუ ხარ ამ პრაქტიკებში, როგორც A-დან B-მდე მიდიხარ, რაღაცა დანიშნულებამდე, არ არსებობს რომ ერთი ტრანსპორტით გამოიწვა და გჭირდეს. ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე ტრანსპორტი არ ვარგა, უბრალოდ ის იმ დანიშნულებამდე აღარ მიდის. შეიძლება ერთითაც მიხვიდა, ესეც ინდივიდუალურია. შეიძლება ისე გაჩნდა რომ ეგრევე იქ ხარ. მაგას ვერ გაიგე. და ვიღაცისთვის შეიძლება ოშო საერთოდ არ იყოს, თქვათ, ტრანსპორტის ის საშუალება, ესეც შეიძლება, იმიტომ რომ თავისთავად ესეთი წინააღმდეგობებით ახსავსე პერსონა და პერსონაჟი იყო და არის ძალიან ბევრში, ვთქვათ, ოშოს ეს ფილოსოფია თუ მიდგომა იწვევს
ძალიან ბევრ ასე ვთქვათ წინააღმდეგ პროტესტს და ვიცით ეს ხო მისი ვთქვათ ძალიან ბევრი ისეთ საჯარო გამოსვლა თუ კონტროვერსიული პიროვნება იყო გამომრიცხავი ფაქტორების გათვალისწინებით თუმცა მაგრამ ძალიან თანამედროვე მე მაგალითად რო გითხარ ოშოისტი ვარ არ ვარ ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცი ოშოზე და ძალიან ბევრი კიდე ოშოს მოძღვრება არ ვიცი მე რაც ძალიან კარგად ვიცი ეს არის ის რასაც ვაკეთებ ეს არის ოშოს აქტიური მედიტაციები და რომელიც მოდი ავხსნათ რა არის და რაში მდგომარეობს ხო ანუ ფაქტია რომ მედიტაცია სადაც ჩნდება ნუ დაახლოებით ადამიანს ეს ცოტა ხო რომ აი ომს იტყვის რაღაცა იცდება რომ აქ და ახლა აღმოჩნდეს მაგრამ როგორც ხვდები აქ ფიზიკურადაც ძალიან იღლება ადამიანი ხო და რა ამბავია აქ ჩადებული ესე იგი აქ რა ამბავია ვერ ვციტირებ მაგრამ ესე ოშოს სიტყვები რომ მოვიშველიო ასე აღიქვავდა თვითონ თანამედროვე ადამიანს რომ იმისთვის რომ რაღაცა ვთქვათ გასხივოსნებას მიაღწიო ან ზუსტად მედიტაცია რაც არის ანუ შენ თავს შენ უმაღლეს თავს რა ყველასთვის სხვადასხვა რაღაც რომ გქონდეს წმინდა გონება უმანკო გონება რა pure mind ხო როგორ არის ქართულად ესეც სუფთა გონება და უმანკო ალბათ რაღაცა ასეთი და თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია არანაირად, იმიტომ რომ ჩვენი ყოველდღიურობა არანაირად არ იძლევა ამის საშუალებას, არც ერთ მომენტში არ იძლევა ამის საშუალებას და ნელ-ნელა აი დაბადებიდან ესე იგი დღემდე აი ამ ჩვენ წმინდა გონებას და წმინდა ნაბიჯებით თუ დიდი ნახტომებით სულ შორდებით და საბოლოოდ მე რაღაცას არც ყველას გარდამტეხი მომენტი გვაქვს ხოლმე რომ მე მგონი დროა რაღაცა დავიწყო ეს მედიტაცია იქნება თუ ლოცვა იქნება თუ არა აქვს მნიშვნელობა რა ძალიან რთული ხდება ზოგადად მედიტაციაც ძალიან რთულია ზოგიერთი ადამიანისთვის ახლა წარმოიდგინე ოფისში რო ზიხარ მთელი დღე და რაღაცებს თვლი მე იქ სახში ბავშვი უნდა ნარს დააპურო და ლაგო ისქნა და უცებ რო აი 1 საათი რომ უნდა მოწყდა იმ დონეზე რომ ჯადოსნური ღილაკით ესე გადარჩა შანსი არ არის და ოშოს აი ეს ატომაც შემიყვარდა ზუსტად ეს არის რომ ის ამბობდა რომ თანამედროვე ადამიანს აუცილებლად გაუჭირდება დაждდომა და გათიშვა და ოკეი მედიტაციობ მართლა მის სხეულს ჭირდება რაღაცა ისეთი რაც საშუალებას მისცემს ჯერ სხეულს რომ დამშვიდდეს ნერვული სისტემა თუ არ დაამშვიდე რამდენიც არ უნდა გაითიშო ვერ გაითიშები ხო ამიტომ ნერვული სისტემის დამშვიდების ხარჯზე რაც სულ სხვადასხვანაირია ხოლმე მის კონკრეტულ ამ აქტიურ მედიტაციებში ხერხდება ის რომ ზედმეტი სტრესი გამოდის ბლოკები გამოდის მე ნერვული სისტემა მშვიდდება მოკლედ ინსტრუმენტი რო გაასწორო რა აი კონცერტამდე ხო გაასწორებენ თიუნინგს რასაც ეძახიან ყველა გამოდის რაღაცას გაასწორებენ ამ სიმებს ასე შემდეგ და უკვე მე მომართული არის ეს ინსტრუმენტები რომ კონცერტი ჩატარდეს აი რაღაცა ასეთ პროცესს აქვს შედარებული რა თავისი ეს აქტიური მედიტაციები რომ ჯერ მართავთ სხეულს როცა სხეული არის გამართული და დამშვიდებული შემდეგ შეგვიძლია უკვე კონცერტის სახით ასე ვთქვათ ეს მედიტაციები დავიწყოთ ანუ მისივე აღქმით ამას რა თქმა უნდა მედიტაცია ქვია და მედიტაციაც არის მაგრამ ასავარჯიშებელი პროცესი რა აი მოსამზადებელი პროცესი უბრალოდ რომელსაც თუ შეძლებ და გადალახავ და აუცილებლად შეძლებ რაღაცა აი კითხვის ნიშანია ჩემთვის პირადად არ ესმის აი ამ ტექნიკას რო გავაკეთებ გამომივა თუ არ გამომივა აუცილებლად გამოგივა მედიტაცია არ გამოსული ზოგადად არ არსებობს როგორც არის ისეთია ადამიანის ბუნება არა ყოველთვის გინდა რომ პირველივე ჯერზე იდეალიზმის მოთხოვნილება გვაქვს ხოლმე კი რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ ესეც პროცესია რომ ტკბობა ისწავლო და ყოველი ახალი მედიტაცია შეიძლება შენ არ ვიცახე რთულია რომ ნერვი მოგეშალოს აი ჯდომით ზაზენი რაც არის მაგალითად 1 საათი ნერვები მოშლილი შეიძლება იჭდე მაგრამ ესეც რაღაცნაირად სიახლე არის შენთვის რომ შენ შეგიძლია რომ მთელი საათი იჭდე და ნერვები გქონდეს მოშლილი მაგრამ არ იყირო მინიმუმ ახალი აღმოჩენა არის ესეც საკუთარ თავზე ხო სხვაჯერს ხო ამბობენ რომ აიო ცუდი ასე ვთქვათ ცუდი მედიტაცია არ არსებობს რა შენ რო გონია რომ რაღაცა ვთქვათ დღეს ისე წარმატებულად თუ ეფექტურად შენ როგორც წარმოგედგინა ისე ვერ
გამართე ეს პროცესი და იქ ფიქრები გაგექცა იმაზეც, რომ აი მე ყოველთვის მოგადასახადი და მე იმას ეს დაბადების ღერო აქვს მიულოცე და აი რაღაცა ყოფილი ფიქრები ეს ყოველთვის. ხო. აი როგორც მაგალითად იცი რა მედიტაცია ეთყობა რაღაცა ისეთი რომ მაინც სულიერების თემას რო ეხება და თვალით უხილავი რო არის. ჯერთი არ არის უხილავი ხარ რო შეხედავ ადამიანს ენერგეტიკაზე ეთყობა ის მედიტაციებს თუ არ მედიტაციებს, საერთოდ რას აკეთებს ცხოვრებაში ძალიან მარტივად შეგიძლია რომ შეამჩნიო, მაგრამ მაინც ასე თუ ისე უხილავი რო არის, აი დაახლოებით გავს სპორტ დარბაზში სიარულს თუ არასდროს არ გივლია და არ გივარჯიშია, რატომღაც ერთი მისვლით რომ ბოდიბილდერის სტანზე მოხვიდე, ეს ხო ხომ არ არსებულია რომ ისე დაიტვირთო შენ თქვა სხეული რომ ერთ თვეში მიიღო ეს შედეგი. პატარ-პატარა ნაბიჯებით მიდიხარ და მედიტაციაც ზუსტად იგივე, ანუ ის არის სხეულის სავარჯიშო, ეს არის გონების სავარჯიშო და დრო ჭირდება. ნუ აი სპორტ დარბაზში სიარულისგან განსხვავებით ამას არ ვიცით ოღონდ რამდენი დრო ჭირდება. შეიძლება ერთ თვეში რაღაც საოცრებას მიაღწიო და გასხივოს უნდა მაგალითად შეიძლება ძალიან ბევრი ცხოვრება არ გიყოს ამისთვის, მაგრამ განსხვავებას შენ თვითონ აუცილებლად ამჩნევ, აი საათობრივად ამჩნევ განსხვავებას. და განშემომყოფებიც ამჩნევენ ხოლმე, როგორც აუცილებლად კი რაღაცა გარდატეხას. ხანდახან ვერ არქმევენ სახელს, მაგრამ და ცხოვრებაც იცვლება რა, ანუ სამყარო ხო რაღაცნაირად ჩვენზე რეაგი ეწყობა მე მთელი ჩვენი დღე. რამდენად გაიხსნები საერთოდ ხო, რაც უფრო მაგალითად შემიმჩნევია ეგეთი რაღაც ჩემსეც და სხვებსაც, რომ თუ ვიტყვი რომ აი რაღაცა ესეთი დღეა რა, რაღაცა არ გამოდის და ამ განწყობით ვნარჩუნდები, მე მართლა ისე ეწყობა მთელი დღე რომ არ გამოდის კი არა, უარესიც არ კატასტროფა რა, დღის 10 საათზე უკვე შეგიძლია რომ არ ვიცი რაღაცას ჩაირთხა თავში, ზეცუდად ხარ და აი მაგას ცulis პრაქტიკა ზოგადად მედიტაციის და სურვილი და მონდომება რომ სხვანაირი იყოს შენი დღეები. ხო და ანუ რამდენიმე ფაზაა ხო ამ კონკრეტულად ეხა ჩვენ სუფლად ამოხეთქო გამოიტანო ზედაპირზე. რამდენი ეტაპია? სხვადასხვანაირები, ძირითადად აი ყველაზე ხშირად 4 ეტაპი გვხდება ხოლმე, სადაც პირველი არის სხეულებრივი, ანუ სხეულიდან გამოგვაქვს რაღაცეები, ვახურებთ ესე ვთქვათ სხეულს, ენერგიას ჩვენ თავს ვაღვიძებთ ჩვენ სხეულში სხვადასხვა რაღაცეებით. რაღაცები არის კათარზისული მაგალითად, კუნდალინი, დინამიური მედიტაცია, ანუ ეს უკვე მოქმედებს რაღაცების გამოტანაზე და ძალიან ბევრი რაღაცა გამოდის თუ ამის სურვილი გაქვს. რა შეიძლება ეს იყოს ტრაუმები, რაღაცა არ ვიცი, შიშები, ყველაფერი კი. რაც უფრო ხშირად აკეთებ, მით უფრო ხვდები, რომ რაღაც მომენტი მქონდა მაგალითად დინამიურით დავიწყე ესე 10 წლის წინ და ყოველდღიურად ვაკეთებდი. არასდროს არ მორჩა, ანუ უბრალოდ ფორმას იცვლის და სხვადასხვანაირია და შეიძლება ესეთი ინტენსიური არ იყოს, როგორც სულ პირველ დღეს გააკეთე, მაგრამ რაღაცა სულ არის რა და ეს შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ანუ თუ ვაკეთებ რა რით ვერ მაგალითად, რომ გარე გამაღიზიანებელი არაფერი არ გაქვს და ხო, რა თქმა უნდა, რომ შვიდად ხარ, ჩვენ ცხოვრობთ ყოველდღე, ანუ ფანჯარა რო გამოვაღოთ აქ, ეხლა ისეთი ხმაური შემოვა, რომ რთული არის მოქმედოს ხო ფსიქიკაზე და ამიტომ რაღაცა სულ არის გამოსაშვები რა და ეს ძალიან კარგია, ეს იმის ნიშანია, რომ ენერგია გვაქვს, ცოცხლები ვართ კი ზუსტად. რამდენიმე წამით შევისვენებთ, დაბრუნდებით ძალიან მალე. მართლა მინდა კითხო, ისეთ ყოფით დონეზე, თქვა რა შეიცვალა რა შენ ცხოვრებაში, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, რა ესეთი ხელშესახები რა ცვლილებები მოიტანა ამან, თქვა გარდა იმისა, რომ რაღაცა ემოციურ დონეზე შენ ამას შინაგანად გრძნობ. მინდა რომ ესაც გაუზიაროთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით რეკლამის მცირე სარეკლამო ჯრის შემდეგ დროებით. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრე მეს. ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. დაისონის და 1000 ლარიანი ვაუჩერის მოგება მარტივია. შეიძინე
საახლსა და სააფთიაქო გზელებში. გადაფხიკე და გააგზავნე კოდი. ყოველი მე-1000-ე მომხმარებელი გარანტირებულად იგებს დაისონს. მოიწვიე მეგობრები, დააგროვე ქულები და დამატებით მოიგე 1000 ლარიანი ვაუჩერი. იჩქარე, აქცია ძალაშია 1 მაისამდე. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 10,000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 291 88 88. პროექტი ურბანიკ მზიურის საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 291 88 88. კვების რჩეული ობიექტები, სამუშაო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის. იდეალური ადგილი სამეგობრო და საოჯახო შეხვედრებისთვის. ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე შენი სრულყოფილი დასვენებისთვის. მისამართი: ვეკუას 3A. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრე მეს. ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. სალამი კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. გაზაფხულის აი ამ 7 საღამოს ცოტა წვიმისთვის ემზადება მე მგონი ამინდი, მაგრამ ესეც გაზაფხულის ეს არის დამახასიათებელი და თანმხლები. ოთხშაბათის დამახასიათებელი კი არის ის საუბრები, რომელსაც გთავაზობთ ხოლმე FM 93-სა და 1-ზე. FMG გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გვისმინოთ ონლაინ და ასევე Facebook-ზე შეგიძლიათ რომ ქალების რადიოს დაუმეგობრდეთ და იქაც Facebook stream-ს ანუ პირდაპირ ეთერს ადევნოთ ხოლმე. გახლავთ ნინა სუბლატი, მუსიკოსი და დღეს უკვე ფასილიტატორი ოშოს მედიტაციური პრაქტიკების, რომელსაც ის უძღვება, სხვა შორის ერთ-ერთ ძალიან კარგ სივრცეში და ეხმარება უკვე სხვა ადამიანებს, რომ ეს დიალოგი საკუთარ თავთან, რომ რაღაცა მთლიანობას, ჰარმონიას მიაღწიონ, აი ამ ერთ-ერთი ინსტრუმენტით, ასე ვთქვათ, ეხმარება. ნინა, სანამ რეკლამას გავუშვებდით ეთერში, გკითხე რომ აი ხელს შესახებად რა შეცვალა, აი თუნდაც აი ამ ბოლო წლებმა რა გადააფასე თუ რაღაცა შეიცვალა შენთვის აღქმა მუსიკის მიმართულებითაც თქვათ, იმ სფეროს მიმართულებით, თქვათ რაშიც იყავი, შეიძლება დღეს უკვე სხვაგვარად ხედავ რა, თუნდაც მუსიკაში საკუთარ თავს და იცვალა ამანაც ფორმა, შეიძლება პროტესტიც კი გაგიჩნდა, თქვათ რაღაცა იმ ფორმის მიმართ თუ არ ვიცი რა, ხანდახან არის ხოლმე ეს ხო, ძალიან ხშირია რომ რასაც ყველაზე დიდი წარმატება მოაქვს რაღაცა მასისთვის და რაღაც წლების მერე პირიქით შენთან აღარ რეზონირებს და ძალიან დისკომფორტში გამყოფებს. ესეც ხშირია. ან ადამიანებთან ურთიერთობაში რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ესე აქტიურად ჩაუღრმავდი, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე მუშაობას. აი ბოლო რაც ახსენე, მაგედან შემიძლია რომ გავაგრძელო. ანუ ჩავაჭირე. შემაგივრად თქვი. აი მაგალითად პიცკე. რომ მეკითხებ, არა, ძალიან კარგი რაღაცა მეკითხე, ხა რომ მეკითხებიან ხოლმე, რატო აღარ ჩანხარ? ჯერ თუ ჩანვარ, აქედან დავის, სად იყურები ხო, გააჩნია, ხა როგორ შეიძლება ყველგან მევჩანდე. ნუ გულისხმობ ხოლმე ტელევიზიას ძირითადად რა და რო გითხარ ხა ტელევიზია ძალიან მიყვარდა აუდით განვედა რა, აუ მინდა არისო ესე, ნუ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია უბრალოდ, რითაც შეიძლება რომ გამოჩნდე და შენ მოღვაწეობას ხელი შეუწყო, მაგრამ რაღაც მომენტში ზუსტად რო დავიწყე რაღაცა ძიებები, მივხვდი არა დავაფიქსირე, რამხელა დისკომფორტი იყო რა სინამდვილეში ჩემთვის, აი სადღაც წასვლა ინტერესო ხდება რა, აი გადაცემაში რომ მიდიხარ, შეიძლება აი არ ვიცი 40 წუთმა მაგალითად ისე ჩაიაროს, რომ აი დაიღალე რა პირიქით რამე საინტერესო
ეს რო გეთქვა, აი სხვა პროცესია, რომელსაც შენ ესე ვერ მართავ რა, ვერ იტყვი რომ ჩამომიწერეთ კითხვები და მარტო ამას უპასუხებ. კითხვებს მიღმაც, ჩემთვის ძალიან დამღლელი იყო, რა თქმა უნდა, არის ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ და სიამოვნებთ. ძალიან ორგანულია. და ძალიან ორგანულია ხო, მეც სიამოვნებს ხომ ახ კონკრეტულ გადაცემებში სულ შემიძლია რომ პროექტები მაგალითად ყველაზე მეტად ეგ მღლიდა სინამდვილეში, რომ აი სადღაც რა ვარ ჟიური და რომ არ შემიძლია რა, არ შემიძლია რომ უარი გითხრა, არ შემიძლია რომ გაგაკრიტიკო, უბრალოდ არ შემიძლია, როგორ არ შემიძლია, არ მინდა უბრალოდ რა, ეგეთი ტიპი ვარ ზოგადად, რომ სულ მირჩევნე რაღაც კარგი დავინახო და იმაზე გავამახვილო ყურადღება და ძალიან მღლით, აი ძალიან გამომფიტა რა ბოლოს არ მახსოვს 2015 წელს ვიყავი, მე მგონი არა ბოლოს არ ვიყავი, მაგრამ ეგ იყო მე მგონი პირველი რომ აი მივხვდი რომ არ შემიძლია, იმის მე რა ვიყავ კიდე მაგრამ ესეა რა იქ რო ხარ, შენი სამსახურია ესე ვთქვათ და იმის მიუხედავად გადაცემაში არ მიმუშავია. ხო, არის ყოველთვის ახლა ფუფუნება იმისა, რომ ყოველთვის ესე რადიკალურად ჩახსნა რა, ვიცით ახლა როგორც კი, მაგრამ აი ბოლოს მივხვდი რომ დრო არის რომ რადიკალურად ჩავხსნა მაგალითად და არ მინდა, როცა მინდა მივდივარ და პირველი ხელშესახები რაღაც ცვლილება ზუსტად ეგ იყო, რომ რაღაცები არის, ესე იგი რაც კატეგორიულად აი სხეულებრივად არ შემიძლია, მაგალითად შემეძლო რომ ისეთ რამეში მივსულიყავი, რაშიც ძალიან არ მინდოდა მისვლა და აუცილებლად მემართ ორგანიზმი გეუბნება რომ ანუ ხო მართალი არ წახვიდე სიცხე გაქვს, მაგრამ აი მაინც რომ მიდიხარ სიცხიანი რომ მიდიხარ და ეგეთი რაღაცები ძალიან მარტივად დავალაგე. მარტივად დავალაგე. თქმა ისწავლე რაღაცა საზღვრები თითქოს უფრო დააწესე, ხო? კი, ეს ძალიან რთულიც იყო რაღაც მხრივ, იმიტომ რომ ტელევიზიაში რა ვიცი, ყველას გვიმუშავია ასე თუ ისე და ეს ხანდახან არის ხომ ჩვენი შემოსავლის ისეთი მნიშვნელოვანი და ძირითადი წყარო და ძალიან ამოთახში ვინც ვართ? ყველას გვიმუშავია. ყველას ოფიციალურად გვიმუშავია. და ეს არის ხომ ძალიან არავი აღარ მსიამოვნებს და აღარ ვიმუშავებ, მაგრამ გავაკეთე, იცი? ცოტა სიგიჟე იყო, იმიტომ რომ ყველაფერი მოვიჭერი საერთოდ. მე კონცერტებზეც რაღაც ადგილები იყო, რომ მაგრად არ მისწორდებოდა ეგ სიმღერა და ეგეც ჩავხსენი. ანუ აი რაღაც ჩახსნების პროცესით დაიწყო მოკლედ რა ჩემი მოგზაურობა და ძალიან რთული იყო. რამდენადაც ესე იგი სულიერად ძალიან კარგად ვიყავი, იმდენად მატერიალურად ხვდებოდი, რომ ნელ-ნელა რაღაც ისეთი ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ შეიძლება დიდი ხანი ვეღარ გავქაჩო რა, მაგრამ აი იქ დაბრუნება მე ისეთი წარმოუდგენელი გახდა, რომ მეთქი იქნება რაღაცა მოგვარდება და ამან პარალელურ რეჟიმში რამას სწავლა, რომ ძალიან ესე იგი მომხმარებელი ვიყავი, აი მომხმარებლის კულტურა რო არის, რა იქ ჭირდება, არ გჭირდება, ყიდულობ, გინდა, არ გინდა, მაინც არ ვიცი ერთობი. მომხმარებელი ხარ რა, სამყაროს მომხმარებელი ხარ ჩვეულებრივად და ეს დავიჭირე ჩემ თავში, რომ ნელ-ნელა ეს ფინანსები რომ მომაკლდა ის რაღაცეებიც ხო, ბენეფიტები რაც იყო, მაგრამ აქ მივხვდი, რომ სინამდვილეში ბენეფიტი კი არ მომაკლდა, რაც ისედაც არ იყო საჭირო ის მომაკლდეს რა, აი არაფერ პრობლემას არსებითად მართლა. და ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს, მე რაღაცეებ კონკრეტულებიც ამოვიჩე, მაგრამ აი აქ ფერი შემოსავალთან ასოცირდება, როცა ცნობადი სახე ხარ, სადმე თუ ჩანხარ იმიტომ, რომ კი გაინტერესებს, მაგრამ თან ანაზღაურებასთანაც ასოცირდება, ხო, ეს ყველაფერი ისე არ ხარ. და რაღაცეებზე არ ვიცი, აი უბრალოდ არ მინდა ხოლმე რომ ვაკეთო და აღარ ვინტერესდები, რომ მე ეხა ამაზე რო უარი ვთქვა, რა შეიძლება რომ მოყვეს. არ ვიცი ხა რამდენად კარგია. სიმართლე რო გითხრა, ცოტა რთულია ხანდახან, მაგრამ სხვანაირად იწყებ მე რა. იცი რა, ყველაზე ადვილი არის ის, რომ იმ თარგზე ხარ, ასე ვთქვათ, შენი ცხოვრება რა თარგზეც მოიჭრა, იმაზე გააგრძელო და ესე ბოლომდე იარო და აი რაღაცა კომფორტულ ზონაში იყო. ეს შეიძლება უფრო ადვილია, ხო, ვიდრე გამოხვიდე და რაღაცა რისკები აიღო, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა ისეთი აღმოჩენები გააკეთე ამ გზაზე, ეხა რომ აი ხო, როგორც ჩანს, საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდა, ხო, იმიტომ რომ მარტივად შემეძლო ხა ნებისმიერ ეხა დავიწყე რაღაცა ესე, რო ვთქვა, რომ
ხალხისთვის რაღაცას ვაკეთებ ამ ხრივ, გუშინ დავიწყე ფაქტიურად, ხო? მანამდე ესე ჩემი თავისთვის ვაკეთებდი და მარტივი იყო, მე თქვა, რომ ანუ არ ვიცი რა, რაღაც არ ვერ ვცხოვრობ და მოდი დაუბრუნდები ჩემ ძველ საქმიანობებს. მუსიკას არ გულისხმობ, ეხლა გონიათ ხოლმე, რომ მუსიკას თავი დავან, ხო, არანაირად არ არის ასე. შეიძლება ტელევიზორში ვერ მოისმინო, მაგრამ ჩემთან შეგიძლიათ შემოხვიდეთ, იქვე მიდევს, როგორც კი შემოხვალთ, ეგრევე სიმღერადებს და შეგიძლიათ მოისმინოთ, მაგრამ აი დანარჩენი რაღაც აქტიურობები, რაღაც და ინფლუენსერული ცხოვრება რაც არის, ნუ აღარ ვიყავი რა ამით დაინტერესებული და მივხვდი, რომ ეთყობა ის რა არც ვიცოდი ესეთი მნიშვნელოვანი რა იყო სინამდვილეში, რომ გითხრა, რომ აი რაღაცა ისეთი დავიჭირე, რომ ამას ვეღარ მივატოვებ და უარს ვერ ვიტყვი. მაგრამ აი გრძნობა მქონდა ესეთი, რომ უნდა მივყვე რა. და აღარ იყო თითქოს შენი ასე ვთქვათ რაღაცა ძალიან სულად მაგზნობინებდა თავს, აი ადგილი შეიძლება იყო და ძალიანაც იყო, მაგრამ მე თვითონ იმდენად დათრგუნული ვიყავი ყოველია ესეთი რაღაცა 1 საათითაც თუნდაც, ხო, სადღაც ისეთ ადგილას ვარ, სადაც არ მინდა რომ ვიყო, რომ მე აი მთელი თვე და რა ვიცი, რაღაც დრო მჭირდებოდა ხოლმე, რომ გამოვსულიყავი აი მაგ მდგომარეობიდან. და უბრალოდ არ მივხვდი, რომ არ მიყირს რა, ანუ ჩემი როგორც ჩანს არ არის. შეიძლება რაღაც მომენტში მე გახდეს ისევ ჩემი ესეც ხო, ეს პერსპექტივა არის და პროცესის ნაწილია. ხო, არანაირად არ გამოვრიცხავ. რაღაც ხედვა და დამოკიდებულება ყოველთვის იცვლება და არაფერს არ ეხა ამ მომენტში, აი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ალბათ. ანუ მნიშვნელოვანი რა მომიტანა ძალიან რთულია რომ გითხრა, იმიტომ რომ 10 წელია ამაში ვარ და ხო, ეს რაღაც ერთ დღეში არ მომხდარა არაფერი. იმდენად სხვა ადამიანი ვარ ესე რომ ვადარებ და ასაკითაც არ ვარ აი სხვა ადამიანი როგორ გონია რაზე დაყრდნობით ამბობ შენი აღქმით თუ რასაც ხვები აღნიშნავენ ხოლმე აი სხვები არ ვიცი რას აღნიშნავენ სიმართლე რო გითხრა ჩემი დაკვე აი როგორც ვგრძნობ თავს მაგალითად ყოველდღიურობაში მეტი სიმშვიდეა სულ სიმშვიდეა მეტი არა სულ სიმშვიდეა და ხვდები რომ არ არსებობს არაფერი რაც ამ სიმშვიდეს დამირყვევს ან თუ არსებობს ძალიან მარტივი არის რომ გაუშვა ნებისმიერი რაღაცა და გამიშვა კიდე ძალიან ესეთი ძვირფასი რაღაცეები, რაც მეგონა რომ იყო, მათ შორის ურთიერთობებიც. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ საკუთარ თავთან იყო კომფორტში და აძლევდა შენ თავს საშუალებას, რომ უბრალოდ ისუნთქო ხანდახან და თავი კარგად იგრძნო იმ სუნთქვით. კარგად არ ბრუნავ რაღაცა ბედნიერება და ნეტარება, მაგრამ აი ყოველდღიურობა ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ხდება და ამიტომ განსაკუთრებული. ხო, მაგრამ აი ეს არაფერიც ძალიან განსაკუთრებული. აი ეს ზუსტად არაფერი არის ხოლმე. განსაკუთრებული. ძირითადად ძალიან განსაკუთრებული მომენტი, რომ აი, რა ვიცი, ფანჯრიდან მიყურები, ყავა სვავა, ახლა დღეს აქ ვარ და აი ესე ნელ-ნელა მე უფრო და უფრო ღია ხდები სასიამოვნო მომენტებისთვის და არ არსებობს, აი ესე მგონია, რომ არ არსებობს, აი ესეთი ჯურღმულებიდან გამოხვიდე, უარი თქვა რაღაცეებზე, რაც შენ თავთან კომფორტს და ღიაობას და გახსნილობას არ გაძლევს და ამაზე სამყარო არ გიპასუხოს. შანსი არ არის რა, შეიძლება ნელა მოდიოდეს, მაგრამ ნელა მოდის იმ შემთხვევაში თუ შენც ნელა მიდიხარ, თორე როგორც კი ამ გამბედაობაზე ყოველთვის არის რაღაც პასუხი. კი, როგორც კი მე გადავწყვიტე, აი თან 10 წელი ამას ვაკეთებ, მეთქი რა, წინა წლის ფიქრებია. ვინც ახლა შემოგვერთდა, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ანუ ბევრი წელი არის დაკავებული ხარ სხვადასხვა მედიტაციური პრაქტიკებით, რაღაცა აი ამ გზას შეუდექი და კი და ბოლოს მივხვდი რომ მეთქი რამდენი წელი შეიძლება რაღაცები ისწავლო და იკითხა ხო ეს თან ეზოთერიკა ესეთი რაღაცა არის რომ ყოველდღიურობაში თუ არ იყენებ გავიწყდება რამდენიმე შეიძლება დაიმახსოვრო და ეს გამოყენება ყოველთვის შენ თავზე არ გიწევს ახლა შეიძლება სხვას დაჭირდეს ის რაღაც ინფორმაცია რაც შენ იცი და კარგად იცი და ძალიან დიდი კომპლექსი მქონდა რა რომ აი არ ვიცი დამოკიდებულების მეშინო და თუ რა იყო მაგრამ როგორ მიიღებენ ეხა უცებ რომ გამოვალ და ვიტყვი რომ გამარჯობა მე ვარ ნინა და მე მოდი დღეს მედიტაციის დიდრებას ზუსტად და მე რა მივხვდი რომ მეთქი მაინც ამას ვაკეთებ ანუ აი არაფერმა არ შეცვალა ეს რომ აი ამით ვარ 10 წელია ამით ვარ 10 წელი ჩემთვის იყო რაღაცა აი არ ვიცი უცებ გაიარა თითქოს მაგრამ ძალიან ბევრია სინამდვილეში ასე რომ გადავხედო და მივხვდი რომ მეთქი მოდი ცადე მაინც ხო ესეც ჩვენი რაღაცა შიშებია ხოლმე რა აი როგორ მიიღებს რაღაცა როგორ შემომხედავს რაღაცა რამდენად ჩვენ თავზე ვფიქრობთ ამდენს თორე ვის რა შეაინტერესებს ახლა მე მედიტაციას ვაკეთებ თუ იმას მღერი თუ ძერწ
სამბავიაო და აი რეკლამის მერე მკითხავ ამაზე, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. გონია რომ რაღაცა მუსიკაც არ ვიცი, შეიძლება რადიკალურად არ შეიცვალა, იმიტომ რომ თქვა შენი გემოვნება, შენი ხედვა, რაღაცა ის თავარი მარცვალი ალბათ დარჩებოდა, მაგრამ მაინც გონია რომ რაღაცა ფორმა თუ სტრუქტურა თუ ჟღერადობა სადღაც რაღაცა შეიცვლიდა აი ამ საინტერესო თავგადასავალში და აი ამ ახალი ალბომის შესახებაც მინდა გკითხო რამდენიმე წამში რეკლამის შემდეგ. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემეს ქალების რადიოს ეთერში. რეკლამა ქალების რადიოზე. თუ ნამდვილი იტალიური სამზარეულოს და ევროპული ღვინოების მოყვარული ხართ, მაშინ გელოდებათ თბილისის ცენტრში, ვერის ბაღთან, ახლად გახსნილი რესტორანი Fabio. სასიამოვნო გარემო, ღია ტერასა. უგემრიელესი იტალიური სამზარეულო და მსოფლიოს გამორჩეული ექსკლუზიური ღვინოები. Perfetto. მისამართი: მერაბ კოსტავას 43. გელოდებ. ურბანიკის ახალი ბიზნეს ცენტრი, ინოფისი იოსებიძეზე. გთავაზობთ საოფისე ფართებს 50-დან 6000 კვადრატულ მეტრამდე და 190 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე სივრცეს. ინოფისი იოსებიძეზე. მყუდრო სამუშაო გარემო შენი ბიზნესისათვის. მისამართი: იოსებიძის 71. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 291 88 88. რეკლამა ქალების 88. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემეს ქალების რადიოს ეთერში. კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობისა, ძვირფასო რადიო მსმენელებო. მეცა და ერთზე ალბათ იცით, რომ ეს ქალების რადიოა. ჩვენ სტუდიაში მართლაც დღეს ქალებმა მოვიყარეთ თავი. შეგახსენებთ ყველას, ვინც გვისმენთ, რომ FMG გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გვისმინოთ ონლაინ. საიდანაც გსურთ, შეგიძლიათ რომ შემობძანდეთ და გვისმინოთ. ასევე ქალების რადიო შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ზე, თუ კი გსურთ რომ გადაცემებს პირდაპირ ეთერის რეჟიმში ადევნოთ თვალი ჩვენს Facebook სტრიმზე. და FM-ზე თავისთავად 93 და 1 ეს ჩვენი სიხშირეა და გვიხარია თუ კი ბევრნი ხართ. დატარებთ დღეს 4 შაბათია და სტუდიაში ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, საინტერესო ახალი, ასე ვთქვათ, დაკვირვებებით, თავგადასავლებით, ახალი, ასე ვთქვათ, სტატუსით და გამოცდილებით ნინა სუბლატი, რომელიც ამჯერად გვიზიარებს თავის საინტერესო გზას, რა ვიცი, მუსიკიდან მედიტაციებამდე, მედიტაციიდან მუსიკამდე, რაღაც ისეთი გადაჯაჭვული პროცესია ესეც რა, ალბათ ერთმანეთს ავსებს ხშირ შემთხვევაში. ძალიან იდეალურადაც. ხო და ვახსენო რომ ნინამ რამდენიმე წლიანი კი არა და მთელი 10 წლიანი შეიძლება ითქვას თან აქტიური მუშაობის შედეგად სისრულეში მოიყვანა თავისი ერთ-ერთი გეგმა თუ არ შეიძლება თავიდან ესეთი გეგმა მიზანდასახული არც იყო, მაგრამ მოკლედ იყო. და როცა ნახე ეს მედიტაციების კონკრეტულად ეს სახეობა, თქვი რომ მე 10 წლის მერე შავატარებ ამას. აი 10 წელი არ ვიცოდი, მაგრამ მართლა რომ დავინახე სოშოს დინამიური შემხვდა სადღაც ვიდეო და არც ვიცოდი რა საკეთებდნენ, იმიტომ რომ არ გავდა ეხა ეს კლასიკურ მედიტაციას და ისე მომეწონა. როსანამ გავიგებდი რა იყო, ზუსტად ეგ ვთქვი რომ მეთქი ერთი რომ მე მინდა რომ გავაკეთო და მე მინდა რომ მეც გავაკეთებინა სხვაებს. აი ეს იყო ჩემი სუსუ პირველი შთაბეჭდილება და 10 წლის შემდეგ როგორც იქნა გამოხდა ხანი და ეს ყველაფერი ასრულდა და დღეს აი ძალიან საინტერესო პროცესს მოკლედ მართავს ადამიანებისთვის და აი ფასილიტატორიც ალბათ ამას გულისხმობს, წარმართავს, გეხმარებათ რომ ეს ინსტრუმენტია, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც აი ოშოს საავტორო ასე ვთქვათ
თქვენს თავზე გამოსცადოთ და რაღაც ის სარგებელი მაქსიმალურად ამოიღოთ, ხო, ამ პრაქტიკებიდან. მუსიკაზე გკითხე და ხო ალბათ ეს რადიკალურები არიან ხოლმე ხშირად ადამიანები და გონიათ რომ რადგან ეკრანზე ხშირად ვერ გხედავენ, შეეშვი მუსიკას და აღარ აკეთებ არაფერს და ასე შემდეგ. თუმცა ეს ასე არ არის როგორც ვიცი და ისე უკვე მალე იხილავს დღის სინათლეს, როგორც ამბობენ ხოლმე, ახალი ალბომიც ხო შენი. მოგვიყვები ამაზეც რა თავგადასავალი იყო ეს, რა კონცეფცია, რა იდეა, რა მოგროვდა ასე ვთქვათ სათქმელი რა ალბომში. ესე იგი ალბომს ყველა ელოდებოდა დეკემბერში და მე რაღაცა ისეთი ამბები დაიწყო რომ მივხვდი რომ არავის არ გვეალბომება დროული არ იყო. რაღაცნაირად ველოდებოდი რომ მეთქი დამშვიდეს სიტუაცია, მაგრამ იმდენი ხანი არ დამშვიდდა რომ მივხვდი რომ მაისში უნდა გამოვუშვა და სავარაუდოდ თუ კიდე რაღაცა ძალიან რადიკალურად არ შეიცვლება მაისში შეგვეძლება რომ მოვუსმინოთ. შეგვეძლება მეც, იმიტომ რომ აღარ ვუსმენ იმდენი ხანია ვაკეთებ გამოვიშვა რომ გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი იქნებ დამავიწყოს ჩემი მუსიკა. ხო და გამოუშვა აი რომ ამბობენ რა დღეს უკვე ეს საერთაშორისო კიდე თანამედროვე არტისტები რა ანუ ეგ უკვე რა აი ტვირთება ყველა პლატფორმაზე ერთად ხო? სწორად ხვდები? კი. ოკეი. ეგ არის. ისე ჩაბაზუსტე. ხო, ანუ ეს შექმნის პროცესი აღარ არის რა უკვე დასრულებულია ყველაფერი, მათ შორის რაღაცა არტვორკებიც, არა მხოლოდ მუსიკა, უბრალოდ რაღაცას უნდა დააკლიკო, რომ დაიდოს ყველგან და ეს კლიკი არ ხდება. თვითონ ალბომს რაც შეეხება, არ ვიცი, ესე არ შემიძლია ხოლმე რომ ჩემ მუსიკაზე რაღაცები ვთქვა, ჩემთვის ძალიან ეს არის რა. არასდროს არც მაქვს რაღაცა განზრახული არ ვიცი ძალიან ალბათ შემოქმედებითი პროცესი ზოგადად ის მომენტი, სადიდანაც რაღაცას იღებ, რაღაცა ენერგიებს ეთამაშები და საბოლოოდ შედეგს დებ ხოლმე რა და ისმენ, ან უყურებ. თვითონ ეს შენ თვითონ აკეთებ ამას, ეს თქვი ტრეკი ტექნიკურად და შემდეგ ხო? ჩემ მუსიკას სულ ვაკეთებდი. მე და ჩემი ყოფილი ქმარი ვაკეთებდით ხოლმე ერთად. და ეხაც ამ ალბომშიც ისევ რომელიც ასევე ძალიან კაი მუსიკოსია. შესანიშნავი, კი. ამ ალბომშიც რაღაცები ერთად გვაქვს გაკეთებული. რაზე არის, არ ვიცი, ძალიან ამ ალბომს ვაკეთებდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ალბათ ერთი წელიწადნახევრის წინ დავასრულე სინამდვილე. ზოგი ტრეკი მაქვს მაგალითად 2015 წლის და ზოგი 16-ის და აი სულ იყო რა ბოლოს უბრალოდ ალბომის შევკრიბე, ესე ვთქვათ, რაც რეზონირებდა ერთმანეთთან, ესე ვთქვათ რა, ეს 11 ტრეკი. და ალბათ რაღაცნაირად აი ჩემი ცხოვრების ციკლს აღწერს, არ ვიცი. ყველა ვარიანტში იქნება რაღაც ანარეკლი. კი, და აი ძალიან ისე მოხდა, რომ ჩემი მუსიკით რო ვთქვა, რომ ჟანრობრივად ძალიან შეიცვალა რაღაცები, ალბათ ასე ვერ ვიტყოდი. რო ესე მოხდა, იმიტომ რომ ძირითადად მანდ ვიყავ ისედაც სულ, მაგრამ ძალიან ესე ვთქვათ, რაღაცა ნაკრები არის ჩემი მნიშვნელოვანი მომენტების და ძირითადად ეს არის აი გარდამტეხი მომენტები, ან რაღაცების გაცნობიერების მომენტები და ეს მუსიკაც ამას აი ამ ესეთ ეტაპებს გამოსახავს რა, 11 სხვადასხვა ეტაპია, ესე ვთქვათ და არ ვიცი, ძალიან ეს ვიღაცებს რო ვასმენინებ ხოლმე, ძირითადად თვითონ მეუბნებიან, რომ ეს არის მარტო სახარ მაშინ მოსასმენი მუსიკა და პროცესიც თვითონ ეგეთი იყო, რომ ძალიან იზოლირებული ვიყავი ყველაფრისგან, როცა ამას ვაკეთებდი, სულ განმარტოვებით, სულ რაღაცა ჩაძიებებში, ჩაღრმავებებში და ყველასთვის ეთყობა რა გავსებს, ანუ შენ უფრო როგორი კატეგორიის ადამიანი ხარ, რომელსაც ავსებს თქვათ ადამიანებთან ურთიერთობა თუ პირიქით თქვათ უფრო სიმარტოვეში მოზდის რაღაცა იდეები. ახლა ძალიან გურუსავით რო გამომივიდეს, არ მინდა, მაგრამ ხო სამყაროსთან ურთიერთობა, მათ შორის ადამიანებიც შედიან, რა თქმა უნდა, ამ სამყაროში და ძალიან მიყვარს ბუნება მაგალითად და ძალიან ვივსები ხოლმე რაღაცა მაგ ხოლმე პერიოდები, როცა გავდივარ რამდენიმე დღით და
ეს რამდენიმე დღიანი გადაბმული მედიტაცია არის მაგალითად, რომ ეგ რაღაცებს უყურებ და უშვებ შენში ამ ახალ შთაბეჭდილებებს, ახალ ენერგიებს და ეს ძალიან მავსებს რა, ყოველდღიურობა მავსებს პრინციპში. ხანდახან მეგობრები, ხანდახან ბუნება, ყველაფერი ერთად. აი მე მგონია რომ ყველა ვარიანტში იქნება, ეხლა რთულია მართლა და დასაწყისში თქვი რომ ალბათ რადიკალურად თქვა არ შეიცვლებოდა ეს მუსიკალური რაღაცა ხედვა და გემოვნება და ჟანრობრივად ხო, მაგრამ ყველა ვარიანტში მგონია რომ თქვათ მე რომ მოვისმენ დღეს იმ რაღაცა შინაარს უფრო მეტად რაც მოусმინე იმათგან ვიცი რომ ხო ეგრე არის. ვიღაც აი ორი ტრეკი დავარელიზე სანამ ალბომი გამოვა და ვიღაცები მწერდნენ აი უცხო ადამიანები რომ ვაუ ამას მოусმინე და შენ რამე იყო რა ეთყობა ჩემთვის რაღაც პროცესი არის და ვერ ვიტყვი ეს რით განსხვავ მე რომ მკითხვა არაფრით არ განსხვავდება ეს რაღაც სხვა სიმღერა ვიდრე რა ვიცი 10 წლის წინ დაწერილი მაგრამ ვიღაცაებისთვის ეთყობა იყო რა ეს საგრძნობი მუსიკა ხო ეგეთი რაღაცაა ზოგადად რომ არ იცი მაგრამ გრძნობ რა რაღაცა ეს შინაგანი იმებით სენსებით რაღაცებს იჭერა და ძალიან უნივერსალური გაგება ასე ვთქვათ მუსიკის სადაც სუ აი რაც მოусმინე ესე ჩემს ახლობლო წრეს მოსმენილი აქვს ასე ვთქვათ მათ შორის ზოგიერთი მე ვიცი აზრიც ესეთია ხოლმე აი ძალიან გადამწყვეტი და ვისაც ითვალისწინებ ყველაზე მეტად ვისთან ერთადაც ვაკეთებ ხოლმე მუსიკას ჩემი ყოფილი მაგრამ ეტყობა მაგიტოა ყოფილი რომ აღარ გავითვალისწინო არ ვიცი მაგრამ ხო ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე მივხვდი რომ მე თვითონ შევწუხდი რა ანუ რავი აი ყველას ვურჩევდი რომ ეგეთი ადამიანი არ გყავდეს ცხოვრებაში რაღაც ისეთი გაცნობიერება იყო უცებ აკვე რადიოში მივხვდი ოშო იქით იყოს და ხო რა ანუ ვილობდი რომ ეგეთი ადამიანი არ მყოლოდა იმიტომ რომ აი არ ვიცი ვინც რაღაცა ეგეთ ადამიანს აი ძალიან რომ აი მართლა არ არის კარგი იმიტომ რომ ხანდახან რაღაცას აკეთებ და შენ გაქვს კონკრეტული ხედვა შენ იცი და დარწმუნებული ხარ რომ ეხლა შეიძლება ასე ჟღერს მაგრამ ამას იმას დაამატებ რაღაცას იზავის ისე დადებ ასე შეფუთავ და იცი უკვე რა გრძნობ ეს პროდუქტი რა იქნება და რთულია რომ სხვამაც დაინახოს რაღაც ყველა ერთ იმაზე ხარ ვართ ტალღაზე და ამიტომ გონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენ პირველ რიგში შენ თუ გეცინააღმდეგოს ასე ვთქვათ არ უნდა გადადო იმიტომ რომ მქონია ხა ეგეთი შემთხვევები რომ აი ერთ-ერთი სიმღერა რომელიც დავარელიზე თავიდან რომ მოვასმენინე აუ შანსი არ არისო რა ეს სიმღერა უბრალოდ იმენა ვარგა და ამ სიმღერის ძალიან ჯეროდა, ანუ მე თვითონ ძალიან მომწონდა და არ ვიცი 2000 მე გადავთვალე 2018 წელს დავწერე და 2024-ის ბოლოში დავდე მგონი რა, ანუ აი რაღაც 4 წელი, ესე იგი 4 წელი კი არა, რა გამო 6 წელი. იდო ეს სიმღერა და მე რომ მოვისმინე მე თვითონ აი ამდენი წლის მერე მივხვდი რომ ხო აი პირველი რაც ვიფიქრე რომ ძალიან კარგი იყო ნამდვილად ძალიან კარგი არა და ეხა ნახე და მაგის გამო დავშვა 6 წლის მერე სიმღერის გამო მივხვდი რომ ეს თაროზე შემოდებული სიმღერა იყო უკვე საკმარისი მიზეზი ხო სხვა ჩერს ძალიან ხშირად ხდება რა თქმა უნდა მაგრამ დენი რაღაც გამახსენდა სხვათა შორის აი იმდენი იდეა თან ესე კარტს შეიძლება მსმენ აი ახლა გიმზადებ სვენელი შეიძლება ვერ ხედავს მაგრამ ზუსტად ამისთვის არსებობს ჩვენი Facebook სტრიმი მეგობრებო ქალების რადიოს Facebook-ზე შეგიძლიათ შემოიხედოთ და ესეთი კარგი ის მაგ რა ქვია ნაკრები აქ აფირმაციების და რაღაცა ძალიან საინტერესოა რაღაც ისე კარგად მოქმედებს ხოლმე ჩემს სტუმრებს ძალიან უყვართ შემდეგ ამის ამორჩევა და ძალიან ხშირად ემთხვევა ხოლმე რეზონირებს სტუმრებთან და რაღაც კარგი იმპულსებს ვაგროვებთ ხოლმე ხო და ეხლა მეც დავფიქრდი ამაზე შენ რო თქვი რომ იმდენი კარგი იდეა რომელიც გამიზიარებია სხვათა შორის რა აი მათთვის ვისიც მჯეროდა და ვისი აზრიც მაინტერესებდა და
დამიწყია ფიქრი რომ ხო ნუ აი ალბათ არ არის ხა ეს ისეთი და ხო და ამ დროს გავა რაღაცა 3 თუ 4 თვე და ამ დროს ხედავ რომ ეს შენი იდეა განახორციელა ვიღაც სხვამ და კი სულ ყოველთვის ეგრე ამიტომ ხო რა არის გამოცდილება გჭირდება ერთადერთი რა რომ აი მართლა ეგრე შენ თვითონად დაამოხამო ესე ვთქვათ რა ანუ ეს ადამიანებიც არასდროს არა მაგრამ ცუდი არ უნდათ ძირითადად პირიქით კარგი უნდათ მაგრამ უბრალოდ ნუ შენ უფრო კარგად იცი აბა ნახოთ რა არის შენი დღის აფირმაცია უნდა ავირჩიო ერთი ხო ამოიღე რომელიმე ბარათი მე ერთს ამოვიღებ ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვისაც ეგოისტურად რო არ მოვიქცე თქვენი სახელითაც ამოიღებ რაო რა ხდება უნდა წავეკითხოთ არ მოვისმინო ჩემი ხმა აბა რაო ესე იგი ჩემი ენერგია სრულად გაწმენდილი და გათავისუფლებულია დაბალი სიხშირის ვიბრაციებიდან. 10 წლიანმა მედიტაციებმა გამოიღო შედეგი. მეგობრება. ყოველთვის მზად ვარ და ვიღებ ახალ სუფთა სიხშირის ენერგიებს. This is true. ხო, შვენიერია რა? აბა ნახოთ. ჩემთან კი არა და თქვენთან რა ხდება? გავუგზავნოთ ეს სურვილი და ეს ენერგია და განწყობა ჩვენს აუდიტორიას. მე ამ სამყაროსგან დალოცვილი და დღეგრძელი ვარ. ბახ, რა გადასარევია, მეგობრებო, გისურვებთ რომ იყოთ, გქონდეთ ეს შეგრძნება, რომ ხართ დალოცვილი და რაღაცა ისეთი ბედნიერი და საკმარისი, ხო, სულ მაღალ ვიბრაციებში. ნინა, რა შეგვიძლია უთხრათ ადამიანებს, რომლებიც ეხა გვისმენენ და რომლებისთვისაც შეიძლება ძალიან ისეთი რთული და უცხო სამყარო არის ის, რაზეც ეხა საუბრობდი შენ, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ხოლმე არ არის იცი მე ანუ არ შემიძლია ზოგს მის დისკომფორტიც კი აქვს რომ აი არ შეუძლია უბრალოდ 10 წუთი გადაჩვეულია დავიწყებული აქვს რომ 10 წუთი შეუძლია უბრალოდ იჯდეს და ჩუმად იყოს და მოусმინოს საკუთარ თავს. პირველ რიგში რასაც ვიტყვი ის არის რომ მედიტაცია არ არის მხოლოდ სიმშვიდე, ხშირად გონიათ ხოლმე არის ეგ წარმოდგენა რომ ეს არის ზიხარ, ერთი კონკრეტული პოზაა, თანაშიც ზიხარ და ეს მენჯი არ გიშვებს, წელიქ ტკივა გამუთმებით. აი უკვე ეგრევე რომ ესე ჩდები, რომ აი უკვე ცუდად. უკვე ძალიან შეწუხებული ხარ. მედიტაცია შეიძლება იყოს სიმღერა, სეირნობა, ადამიანებთან ურთიერთობაც შეიძლება იყოს მედიტაცია. მედიტაცია არის მდგომარეობა ზოგადად და მე ხვდები რომ ეს მდგომარეობა შენ ხარ. ანუ რამეს კი არ აკეთებ, შენ თავს გამოხატავ უბრალოდ საბოლოოდ მაგამდე მიდიხარ და ამიტომ რა ფორმა ექნება, ამას არასდროს მნიშვნელობა არ გააჩნია მაინც და მაინც რაც ქსიამოვნებს. ყოველთვის ის უნდა იყოს და არ უნდა უკავშირდებოდეს რაღაცა ის სტრესებს და მე ამას გადავლახავ და შევძლებ პირიქით აი უნდა გაანალიზო რომ არაფერი არ გაქვს გადასალახი. ვინც ფიქრობს რომ მისთვის არ არის არ ვიცი როგორ თქვა ჩვენ ყველას გვაქვს და ყველას რაღაცა შიდა სამყარო ასე ვთქვათ რასაც ვეძახი ყველას გვაქვს და ასეთი პრაქტიკები არის უბრალოდ შენ თავთან ურთიერთობა რომელიც გასაგებია რომ შეიძლება არ გინდოდეს. პარადოქსულია რაღაცნაირად შენ თავთან ურთიერთობა რო არ გინდოდეს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება არ არის ყოველთვის კომფორტული, საკმაოდ მტკივნეული პროცესი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მგონია რომ რაღაცა საბოტაჟი არის რა, თვით საბოტაჟი, რომ გგონია რომ რაღაცა ისეთი ხარ, ან ისეთი გაქვს შიდა სამყაროში, რასთანაც შეხება არ გინდა და გეშინია და გგონია რომ რაღაცას გამოიწვევს და არ იცი რას გამოიწვევს და გგონია რომ ეს გვაკავებს ხოლმე ხშირად ჩვენ ყველას და იმ სულ საბოტაჟში ვართ რომ არ გვინდა ვეურთიერთოთ ჩვენ თავს როცა არ ეურთიერთები რთულია მერე რომ შეიცვალო რთულია რომ რაღაცეები შეცვალ მარტო შენ მგონია რომ შენ თავს როცვლი მერე ყველაფერი იცვლება შენს გარშემო რა ახალი ადამიანები შემოდიან ვიღაცები გადიან რაღაცები ინგრევა ძალიან ბევრი ცვლილების წინაშე გვაყენებს მოკლედ და ეს ცვლილება ასოცირდება ხოლმე რაღაცა ტკივილთან რა და მე ხვდები რომ ეს ტკივილი საერთოდ არ არის ანუ საშენოდ ხდება სინამდვილეში რომ აი რაც შეიძლება აუთენტური იყო და ეს აუთენტურობა დაუბრუნდა შენს ხო აი ყველაზე ნამდვილ ფორმას არ არის რა ვიცი ჩემთან არც ერთი პრაქტიკა და არც ერთი სულიერი პრაქტიკა არ ასოცირდება აი არ ვიცი აი გურუობასთან და რაღაცა უნდა მივახციო და უნდა არ ვიცი რა სხვა ტიპი ვიყო რა აი ყოველდღიურობაში ხარ აღარ ვართ ჩვენ მაგერაში რომ ვიღაცამ ეს ჩაიწვას როუბები და აი გამოქვაბულან გამოგხედოს და
დაგლოცოს. ხდება ეგეთი რაღაცეებიც, მაგრამ ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს შეუძლია იყოს გურუ, თავის გურუ და თავისი მეგობრების გურუ და მე ყველა სხვისი გურუ და ეს არ არის რაღაცა ისეთი პროცესი, რომელიც აი უნდა გადადო რაღაცეები და მიაქციო ყურადღება. აი ჩვეულებრივი ყოველდღიური ურთიერთობა შენ თავთან, რომ მინიმუმ მიესალმო შენ თავს. რამდენი ადამიანი ესალმება თავის თავს, არც ძალიან ცოტა, ალბათ რო იღვიძებ და რო აღიქვა უბრალოდ არ არის საჭირო მოდი ესე ვთქვა, ჩვენი ყოველდღიურობა, მაგრამ უფრო სკროლვით იწყება ვიდრე საერთოდ. სკროლვით იწყება და გარესა სინამდვილეში დღე ეგრე რო დაიწყო რომ შეიგრძნო ეს სხეულში ვარ ხო და როგორ ვარ რა ხდება როგორ გრძნობ თავს ეს უკვე არის მედიტაცია რა თქმა უნდა მე რაღაცა სარკეში იყურები შენ თავს აკვირდები რაღაცებს ამჩნევ სასიამოვნოს ეუბნები და არა ან უსიამო ესეც რაღაცა ურთიერთობაში შედიხარ და ეს ურთიერთობა არის რაც უფრო ვუღრმავდებით ერთმანეთს და რაღაცა კარტებს უშლით, ესე ვთქვათ, მით უფრო საინტერესო ხდება, ხო, კომპლექსური ხდება ხანდახან, მაგრამ საბოლოოდ საუკეთესო მეგობრები ვხდებით და გუნდი ვხდებით და ერთად ცხოვრობთ, ერთად ვაკეთებთ და აი ეს ჩვენ თავთან ძალიან მოკლებული გვაქვს რა, ანუ რაღაც ტიპი ხარ, რომელიც რაღაცებს ასრულებს, გარე სამყაროზე არის მიბმული, იქ თუ რაღაც ცუდად ხდება, შენც ცუდად ხარ. თუ ვიღაცას არ მოწონს ხარ, შენც არ მოგწონს შენი თავი და სინამდვილეში ძალიან ბევრი ცუდი ხდება, როგორც წესი. ძალიან ბევრი ცუდი ხდება და აი ამ რაღაცა პატარ-პატარა პრაქტიკა გრძნობ, ჩაუღრმავდეც კი რაღაცა ძალიან ღრმა სიტყვანგონია ღერს. ხო, რა მე რატომაც მიყვარს ეს საქმე ის არის, რომ არასდროს არ მინდა რომ ვიღაცა მიფიქროს მე მასწავლებელი ვარ, რაღაცას მოგწევ. არაფერს არ მოგწევ, მე შემიძლია გაგრძნობინო ის, რასაც მე ვგრძნობ და მოგეხმარო, მოგეშვებო. რა რაღაცა მართლა ვექტორი დაგანახო, რომ შეგიძლია, რომ იქ იყო და შენ ეს გესიამოვნება. არ არსებობს, როგორ შეიძლება რომ ადამიანს ძალიან კარგი მეგობარი არ გესიამოვნოს, ხო? გამორიცხული მგონია. ძალიან ესეთი ღრმა და სასიამოვნო, საინტერესო და როცა ეს შენი საუკეთესო მეგობარი შენი თავი ხდება, აქ ეს მართლა რაღაცა ისე გაუტეხელი ის კავშირი არის, ესე ვთქვათ, რომელიც შანსი არ არის, რომ დაირღვეს, რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, რაც არ უნდა გესმოდეს, რასაც არ უნდა განიცდი და მაინც აი ყოველდღიურობა ხდება ძალიან შემოქმედებითი, აი როგორც ფილმს რო უყურებ და იქ ხო რაღაცა ესთეტიკაა და ეს ესთეტიკა გიზიდავს. აი ესეთი ესთეტიკური ხდება შენი ყოველდღიურობა, საიდანაც არ უნდა იყურებოდე რომელი ფანჯრიდანაც, რაღაცა ყოველთვის არის, რაც ძალიან სასიამოვნოა არის და სიამოვნებს რა. რო ამ პატარა დეტალებში დაინახო რაღაცა აუცილებლად. და ამავდროულად ძალიან დიდი და გრანდიოზული სილამაზეები და კი, სინამდვილეში რასაც ვეძებთ, ყოველთვის ჩვენ წინ არის ხოლმე, არ არსებობს რაღაცა, ხო, არ არსებობს რაღაცა ის, არავინისაც არაფერს არ ეძებს, რაც სადღაც იმაზე არის, სატურნზე. რეტროგრადული მერკური. ოკეი. ეგეც კი არ მოქმედებს, როცა შინაგანად იმის ახარ ჭიდროთ ხარ შენ თავთან. ნინა, არის რამე რაღაც ისეთი უახლოესი, რა ვიცი, რაღაც საინტერესო ჩანაფიქრი, გეგმა, არ ვიცი, მუსიკალურ ნაწილში, გარდა იმისა, რომ იმ ღილაკს უნდა დავაჭიროთ მაისში და აი თუ ერთად საჯაროდ გავაზიაროთ, ხო, ალბომი. რაღაცა არის, რაზეც გინდა კიდევ რომ არ ვიცი, გითხრა, ან მოგვიყვე, ან მიგვანიშნო და ჩვენ გამოვიცნოთ. არის რაღაცა ისეთი გეგმა, ან რა ვიცი, ჩანაფიქრი, რაც გინდა, რასაც გინდა რომ შეასხა კიდევ ფრთები. ან მუსიკალური მხრივ, ან შემცხოვრებაში, ვინც დაინტერესებულია, შეგიძლიათ ჩემ ინსტაგრამზე შემოიხედოთ და დავეციოთ და ხო, დაესწროთ ხოლმე მედიტაციებს, რაღაცა ახალი მუსიკა რო იქნება, მოусმინოთ, ახლა შაბათს მაქვს ძალიან კარგი მედიტაცია. საღამოს, ვისაც ეცლება და დაინტერესება ექნება, შეუძლია დაესწროს და ისიამოვნოს პროცესით და ხო, თეორიული ნაწილი პრაქტიკაში შეგიძლიათ გადაზარდოთ, იმიტომ რომ მაინც ესეთი რთულია ამ ყველაფრის ახლა აღწერა და ახსნა ვერბალურად. ბევრი სხვადასხვა გონიათ ხოლმე რომ ერთი კონკრეტული მედიტაცია ყველას ვერ აღწერ, მაგრამ ვინც დაინტერესებულია რაღაცა ძიებებით, ახალი ადამიანების გაცნობით, თავის თავთან დაახლოებით, შეგიძლიათ შაბათს შემოხვიდეთ ჩემთან, შეხედოთ საათ როგორ, რატომ და დაესწროთ ხოლმე სხვადასხვა პრაქტიკებს.
კარგი, მიღებულია. მიღებულია და ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი და გაგვიზიარე და კიდევ ერთხელ გაეცი იმ საყოველთაო კითხვას პასუხი, რომ სად არის? რა დრო ისმის ხოლმე იმ ადამიანების მისამართით, ვინც რაღაც დროს ეკრანზე ჩანდა და მე შეიძლება გაცილებით უფრო საინტერესო რაღაცას აკეთებს, მაგრამ რადგან ეკრანზე აღარ? მე სულ ვარ, სადღაც სულ ვარ. სადღაც სულ ხარ და სულ რაღაცა თავარია მეძიოთ და მიპოვეთ. ნინა სუბლატი გვიზიარებდა თავის ბოლოდროინდელ სიახლეებს, რაღაც საინტერესო დაკვირვებებს, ცოდნას, რაც მოაგროვა ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. და დანარჩენ შეგიძლიათ მართლაც მიადევნოთ თვალი, ვინც ხართ დაინტერესებული, დარწმუნებული ვარ, დღეს გვაძლევს სოციალური ქსელები მის საშუალებას, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ და ეზიაროთ, მოკლედ შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკებს, რომელსაც ამიერიდან უკვე ნინა უძღვება სხვა ადამიანებისთვის და შეიძლება მართლა ძალიან სასიამოვნო დღეები და საღამოები გაატაროთ და ახალი ადამიანებით შეიძინოთ და საკუთარი თავიც რაღაც სრულიად ახლებურად გაიცნოთ, ხო? ძალიან დიდი მადლობა ბედნიერ და მშვიდობიან საღამოს გისურვებ. უკვე იცი რომ ქალების რადიო შენი მეგობარი რადიოა და იმედია რომ და გოთხშაბათს შევხვდებით ერთმა საინტერესო სტუმართან ერთად, რომელიც აი ახლაც წასული არის საზღვრებს გარეთ იმისთვის, რომ დაეუფლოს რაღაც საინტერესო ცოდნას და გაგვიზიარებს ამ ყველაფერს შემდეგ ოთხშაბათს, ამიტომ დაგველოდეთ. ოთხშაბათსაც შემოგიერთდებით FM 93-სა და 1-ზე. ბედნიერად.